მე ვარ მაია ბადრიცე, თარგმნელი, ვთარგმნი გერმანულიდან ქართულად და აქ ხოთაშორის შემწიგნებსაც ვხედავთ ეს ძალიან მომწონს და მახარებს. დღეს ავარჩევ სამისე წიგნს. ვფიქრობ, რომ დღევანდელმა კითხველმა ბოლო ხანების ლიტერატურიდან ყველა საინტერესო რომელიც არის და ვეცდები მოკლედ და მათ ხირსებებმა ვილაპარაკობ მოგითხრათ ის რატომ არის ამ წიგნების საკითხვა სასურველი და უფრო მეტიც საშურველი. არჩილ ქიქოძეს პერუს დღიური. ჩვენი ავტორი რამდენიმე წლის წინ მექსიკაშიც იმყოფებოდა და დაწერა შესანიშნავი მექსიკური დღიურები. და ეხლა უკვე პერუს ამბებსაც გვიყვება, შემთთვის ძალიან ჩემთვის მიუწვდომოდა შორეულ ლათინურ ამერიკაზე, რომელიც ასეთი სასურველია. პირველივე ადამიანი, რომელიც ამ წიგნის ფურცლებს გვხვდება, ეს არის ქართული ზეზვა პერუში და გიკვირს, რომელიც 90-იანი წლების საქართველოს გაექცა, თბილისის ორომწრიალს გაექცა და პერუში დღესაც ისეც კითხობს ამს, როგორც არის დადის კიდევ ტროლეიბუსი თუ ტრამვაი ნახალოკაში და ასე შემდეგ. აი მე თქვენ შეგიძლიათ ჩასხდეთ მასთან ერთად, ავტორთან ერთად, ძველ დამჯღრეულ ავტობუსში მოიაროთ მტრიანი ქუჩები, პერუს დაბების მტრიანი ქუჩები. ახვიდეთ საწყაშორს თვითმფრინავთას გაფრინდებით, იმოგზაურეთ მოკლედ პერუში. და რა არის აქ საინტერესო? და ყველაზე თვალშისაცემი ეს წიგნი ერთგვარი ასევე ლიტერატურული ასე ვთქვათ გზამკვლევიცაა. ავტორს ძალიან უყვარს განსაკუთრებული სიყვარულით კითხულობს ესპანურ ენოვან ავტორებს, მისი საყვარელი ავტორია ლოსა და სწორედ მაშინ როცა ეს პერუში მოგზაურობდა მისმა მეგობარმა შეატყობინა მიწერა. მე შეტყობინება გაუგზავნა რომ ლოსა გარდაიცვალა სწორედ მაშინ როდესაც ის პერუში იმყოფებოდა. დადის და იცის ყველა პერსონაჟის, ავტორმა იცის ლოსას ყველა პერსონაჟის ადგილსამყოფელს, სად გაუვლია, ცნობს იმ ქუჩებს. იქ თითქოს ამბები პირდაპირ ქუჩაში ხდება, ეს ასეთია საერთოდ ლათინური ამერიკა, რაც ჩვენ წაგვიკითხავს, სწორედ ასეთია ეს ლათინური ამერიკა, სადაც რაღაც თავდაუზოგავი სიყვარულიც, ან რაღაც განსაკუთრებული, ანუ ტემპერამენტი სხვა ხალხებსაც აქვს რასაკვირველია, მაგრამ აქ რაღაც სხვანაირი მგზნებარებით იციან და სხვანაირი ცეცხლით იწვიან ხოლმე და აქ არის ეს არის ქვეყანა ნამდვილი გამოგონილი და ლიტერატურული დიქტატორების ქვეყანა, სადაც სულ ომები აქ, სულ ამბოხია და ასე შემდეგ. და ეს ნამდვილად ამ წიგნის დამსახურება მე უკვე ვიცი ჩემ წასაკითხსიაში, რომელი წიგნები უნდა შევიტანო. ამოვიწერე კიდევაც გვარები, რომ არ დამავიწყდეს, ეს არის რობერტო ბოლანიო, ჩილელი მწერალი, მისი 2666. და კიდე აუცილებლად წავიკითხავ სირო ალეგრიას. ეს არის ძალიან შანთივით რო ჩაქჩება მართლა და იმახსოვრებ ამ ფრაზას მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ქალი, ინდიელი ქალი მტრისკენ გაიწევს რომ კბილები წდეს ხელში, შემდეგ დაეცემა მის სისხლს მოხურებს და გული წავა. წარმოუდგენელი როგორც თქვი რაღაცნაირი გამთანგავი ვნება აქვთ ხოლმე ამ ლათინურ ამერიკელ პერსონაჟებს. ერთ-ერთ ავტორი წერს რომ ერთგან უნახავს ნახატი, რომელზეც გამოსახული არის თუ არ ვცდები, შეიძლება ეხლა მაშლება, მარიამი იოსებთან ერთად და ცალი ლოყა გამომბერილი აქვთ ორივეს. თურმე კოკას ფოთლებს ხეჭავენ. როგორ წარმოგიდგენიათ მარიამი და იოსები? ან ნებისმიერი ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც კოკას ფოთლებს ხერჭავს, ან კოკას ჩაისვავენ განუწყვეტლებს, სვავენ მუდამ. და თვითონ ამბობენ, რომ ეს კოკას ფოთლები რო არა ჩვენი წინაპრები ამ ხელ ნაგებობებს როგორ აგებდნენ და ასე რომ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ არჩილ ქიქოძეს პერუს დღიური. ეხლა მე მინდა თქვენ მეორე ისმაილ კადარე, ვინ დააბრუნა დორუტინა. ეს არის ალბანური მითის ლიტერატურული ვერსია. ერთ მშვენიერ ღამეს, უბრალოდ შუა ღამეს გაისმის კაკუნი პოლიციის კაპიტნის თუ სახლში, მოდიან და ატყობინებენ, რომ დორუტინა დაბრუნდა და ის დააბრუნა თავისმა ძმამ, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა. და აქედან იწყება უკვე ეს დიდი უცნაური დიდი სამყარო ძალიან უცნაურად ვითარდება. დედას გული წავიდა და აქედან იწყება მერე ეს ამბავი. სახლი ისე იყო ჩაბნელი, სახლი იყო ჭასავით ბნელი, ისე ბნელოდა როგორც სადღაც ჭის სიღრმეში. ეს არის წიგნი ეს არის ერთგვარი პოლიტიკური და რელიგიური მეტაფორაც. რატომ ცხადი ამის მოყოლას უკვე აღარ ვაპირებ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში იმ სიამოვნებას არ წავართ მომკითხოს, რაც სწორედ აი ამ წიგნის ხელში აღებას და წაკითხვას გულისხმობს. აი ნახე კიდეც.
ეს არის ფილიპ გრინბერის საიდუმლო. გრინბერი ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, რომანი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ რომანს არ აწერია, რომ ეს ავტობიოგრაფიულია. უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლამის დოკუმენტური პროზაა, მაგრამ ესეთი პროზაიკოსის ხელით დაწერილი. ეს არის წიგნი ჰოლოკოსტზე, ეს არის წიგნი ღალატზე, დანაშაულზე თუ შეცდომაზე არ ვიცი ამას თქვენ თვითონ ეს უკვე მკითხველის გადასაწყვეტია როგორ შეაფასებს. აი ძალიან დრამატულ ამბავს, რომელსაც ამ წიგნში წაიკითხავს პატარა ბიჭი, რომელიც ანუ ჩვენ თავად ავტორი სვენზე ძველ მიტოვებულ ნივთებში, დავიწყებულ ნივთებში აღმოაჩენს სათამაშო დათუნიანს. და ეკითხება დამტვერილ სათამაშო დათუნიანს და დედა შეკრთება, დედასთან ერთად ადის სკოლაში, დედა შეკრთება და უკან დაადებინებს ამ დათუნიას, მაგრამ ბიჭი შემოაქვს თან და მისი განუყრელი ნაწილი ხდება, ღამე მასთან ვიძინებს და ასე შემდეგ. აი ამის შემდეგ ძალიან დრამატული საიდუმლოს ნელ-ნელა აეხდება ფარდა. ეს არის წარსულის ტრაუმებზე, გადაუმუშავებელ ტრაუმებზე, რომელიც უკვე შემდეგ თაობებს გადაეცემა და რომელიც არასოდეს არ გაძლევს არაფრის სუნთქვის საშუალებასაც კი არ გაძლევს და საინტერესო რომ მანამდე ავტორი ამბობს, რომ ის იყო ძალიან სუსტი ფიზიკურად თითქმის განუვითარებელი ბავშვი. მას არ შეეძლო სპორტის გაკვეთილებზე მონაწილეობის მიიღება, იმიტომ რომ ის ყველა შემორჩებოდა. და იმას შემდეგ რაც აეხადა ფარდა ამ საიდუმლოს, ის წარმოუდგენლად განვითარდა. და თვითონ წერს, რომ თვითონ არ მინდოდა რომ ფსიქოანალიზი ყოფილიყო აი ესეთი თვალსაჩინო, რომ ეს ფსიქოანალიზური რომანია, მაგრამ აუცილებლად ამ სათვალით უნდა დამენახა, რომელიც მემკვიდრეობით მივიღე ჩემი დიდი ვენელი ოსტატისაგან, ზიგმუნდ ფროიდისგანო. აი ეს არის ეს წიგნი და მე ვფიქრობ, რომ ეს სამივე წიგნი ჩემთვის იყო ბოლო პერიოდის ძალიან სერიოზული და ძალიან საინტერესო ლიტერატურული შთაბეჭდილება და გულწრფელად ვურჩევდი ყველას მათ საკითხვას.